დიდგორის ველი და 1121 წელი. საქართველო უზარმაზარი გამოწვევის წინაშე იდგა. მრავალრიცხოვანი მტერი ცდილობდა ჩვენს დამარცხებას, თუმცა დავით აღმაშენებელმა და მისმა ჯარმა მოახერხა ის, რომ ეს ლაშქარი დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ მტერი 4ჯერ თუ 5ჯერ აღემატებოდა ჩვენს ლაშქარს. რა მოხდა აქ? ნინო, ეს არ იყო უბრალოდ მხოლოდ სამხედრო ტრიუმფი, ეს იყო ისტორია იმის შესახებ და არის დღემდეც ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია სწორ სტრატეგიას, სტრუქტურას, ნდობას და ლიდერობას დიდი გამარჯვების მიღწევა. მოდი გამოვყოთ სამი უმთავრესი მიზეზი, რამაც საქართველოს ლაშქარს მოუტანა ასეთი ტრიუმფალური გამარჯვება. და პირველი, მოდი მე დავიწყებ. პირველი, როგორც ისტორიკოსები გვეუბნებიან, ეს იყო ადგილმდებარეობის სწორად შერჩევა. ანუ დავით აღმაშენებელმა მოახერხა ის, რომ მთელი მისი ჯარის ძლიერი მხარეები ამ ადგილას გამოვლენილიყო და მრავალრიცხოვან მტრის ლაშქარს არ ჰქონდა იმისი საშუალება, რომ ერთბაშად გადაადგილებულიყო ასეთ ვიწრო რელიეფზე. და ითვლება, რომ ერთ-ერთი მიზეზი და უმთავრესი მიზეზი ადგილმდებარეობის და რელიეფის სწორი შერჩევა იყო. შენ მეორე მიზეზად რას დაასახელებდი? მეორე მიზეზი იყო ინიციატივის ხელში აღება, სწორად დასახვა სტრატეგიის, მან შექმნა სტრუქტურა და კოორდინირებულად იმუშავა თავისი მიზნისკენ. ხო, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მტრის თავდასხმას არ დაელოდა. პირიქით, თვითონ დაესხა მტრის ლაშქარს თავს და ამით დაბნეულობა შეიტანა ლაშქარში და მტერმა კოორდინირება ისე სწრაფად ვეღარ მოასწრო და მან განსაზღვრა ბრძოლის ამინდი, მოდი ესე დავარქვათ და მესამე რა იყო კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი? ის რომ ქართულ ჯარში ყველამ კარგად იცოდა, ვინ რას აკეთებდა, ვინ რაზე იყო პასუხისმგებელი და რაც თავარია, ყველას ჰქონდა ერთი საერთო დიადი მიზანი. მაშ ასე დიდგორის ეს სამი გაკვეთილი ჩვენ შეგვიძლია ორგანიზაციებში გადმოვიტანოთ და თაკო, როგორ განსაზღვრავდი ამ სამ გაკვეთილს ორგანიზაციულ ჭრილში? რელიეფის არჩევა, ანუ შენი კონტექსტის არჩევა, იცოდე, სად ხარ კონკურენტუნარიანი, სად არის შენი ძლიერი მხარეები, სად შეგიძლია გამარჯვების მიღწევა და დაგეგმო ისე, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სულაც არ ხარ უფრო ძლიერი ან უფრო დიდი, მაინც მიაღწიო იმაზე მეც, ვიდრე უფრო დიდი, მაგრამ არაორგანიზებული მოწინააღმდეგე შეძლებს. კი ბატონო, ანუ კონკურენტუნარიანობის განსაზღვრა და სწორი გარემოს შერჩევა, ასე გამოვიდა, ხო? მეორე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ინიციატივას იღებ ხელში. ხარ კრეატიული, ხარ ცნობის მოყვარე, არასოდეს არ ელოდები, როდის გამყარდება ის დანერგილი სიახლე, ხო? პირიქით, მარტივად ადაპტირდები და წინ მიდიხარ. ორგანიზაციები, რომლებიც სიახლეებს და ცვლილებებს ჩამორჩებიან ან ძალიან ნელი ტემპით მისდევენ, ისინი კონკურენტუნარიანები ვერ იქნებიან და ვერც გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ. და მესამე. ნდობა, ლიდერობა, ორგანიზებულობა და სტრუქტურა. ანუ, როდესაც ადამიანებმა იციან ზუსტად რა როლი აქვთ, რა პასუხისმგებლობა, მათი მოვალეობა რა არის, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობენ, განსაკუთრებით ის პირობებში, როდესაც ერთმანეთის ნდობაც აქვთ. და რა თქმა უნდა, კიდევ ერთი რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ მათ იციან რა არის მათი საერთო მიზანი. რომ თითეული ქმედება რაღაც საერთო უფრო დიდ ემსახურება. სწორედ ასე იყო დიდგორის შემთხვევაშიც, ხო, ეს ბრძოლა მხოლოდ გამარჯვებისთვის არ იყო. ამ ბრძოლას ბევრად უფრო დიდი მისია და მიზანი ჰქონდა, რომ საქართველო ყოფილიყო ძლიერი, დამოუკიდებელი და განვითარების გზაზე წასულიყო ეს ყველაფერი. ასე რომ დაელოდეთ ჩვენს შემდეგ ეპიზოდს, ძალიან საინტერესო სტუმარი გვეყოლება და კიდევ უფრო ვრცლად შევეცდებით გავშალოთ ეს თემები, როგორიც არის ლიდერობა, ნდობა, სტრატეგია და გუნდური შეჭიდულობა.